მოგესალმებით Roblox ელენე. მოკლედ გამარჯობათ მეგობრებო, დაგიბრუნდით. ბევრს აინტერესებდა მე მგონი, რომ რატომ ვიძახი მოგესალმებით Roblox ელენე. იმიტომაც ვიძახი მოგესალმებით Roblox ელენეს, რომ როდესაც მეგობრებო მას ვისამ რა ქვია Roblox-ზე დავდებ ვიდეოებს, მაშინ ვიყრი მოგესალმებით Roblox ელენე და თუ ტოკა-ბოკაზე ხმით დავდებ ხოლმე ვიდეოს და არა მუსიკით, ტოკა-ბოკაზე ვიტყვით მოგესალმებით ტოკა ელენე. მოკლედ რადგან არ მინდა რომ ორ სახელი შევიცვალო, მაგიტომაც ვიზამ ხოლმე ასე. მე მაქვს ტოკა ელენეს იცი რა ქვია პლაკატი დაბეჭდილი და შეიძლება Roblox ელენეს ისიც მოვიფიქრო და მაგისიც დავაბეჭდინო ვიღაცებს. მოკლედ შეიძლება დავაბეჭდინო და უცებად განახებთ ორივე პლაკატს როგორი მექნება. და დღეს მინდა რომ გესაუბროთ გათამაშებაზე. გათამაშების ისინი რომ გამოვლინდნენ, რა თქმა უნდა, მეგონა რომ ჩემი კლასელებიც რა თქმა უნდა დამიწერდნენ, მაგრამ არავინ არ დამიწერა, ამიტომაც გამოვავლინე ის მხოლოდ ის ორი, ვინც მართლა დამიწერა და უნდოდა. როგორც გითხარით, ერთ-ერთი ადამიანის გამოვლენა მინდოდა ძალიან, მაგრამ შემთხვევით მე მგონი აკაუნთი წაეშალა და ვეღარ გაქრა მისი კომენტარები და სახელიც დამოვიწყდა და ვერც ჩაურიცხე ფიზიკურად, იმიტომ რომ მართლა მინდოდა ძალიან, იმიტომ რომ სულ მიწერდა კომენტარებს და ხო რა. მოკლედ მაგასთან დაკავშირებით და იმედია არავის არ გეწყინებათ, ვისაც უნდოდა მოგება, მაგრამ არავის არ დაუწერია როგორც მე ვიცი. ამიტომაც გამოვავლინე ისინი. და იმის თქმა მინდოდა კიდევ რომ როდესაც კიდევ მექნება Robux-ები, რა თქმა უნდა, კიდევ უნდა ჩავირიცხო და როდესაც ჩავირიცხავ, ანუ შეიძლება სკინი შევიცვალო მეგობრებო და როდესაც ჩავირიცხავ და თუ სკინს შევიცვლი და შემომრჩება Robux-ები, აუცილებლად გავათამაშებ ამ Robux-ებს და ისევ ახლიდან დავაწესებ წესებს, იმიტომ რომ ეს წესები უფრო ცოტა TikTok-ს ეხება რა და სხვა წესებს მოვიფიქრებ. მოკლედ, ამის თქმა მინდოდა სულ და ნახვამდის.